შეძახილებისა და სტუდენტების პროტესტის ფონზე ჩატარდა არჩევნები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც აკადემიურმა საბჭომ რექტორად ოცნების დეპუტატი ტიტე აროშიძე აირჩია. არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა, ტიტე აროშიძე და არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც არჩევნებამდე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მას ოცნების მაღალჩინოსნები დაემუქრნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველმა ძალამ უნივერსიტეტს კადრა ესეთი კანდიდატურა, რომელსაც მეცნიერებაში არაფერი ესაქმება, ციტირება აქ ნულოვანი, ანუ დღეს ვიქნებით ევროპაში ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელსაც ყავს რექტორი ნულოვანი ციტირებით. ეს არის კატასტროფა. ეს არის ტრაგედია უნივერსიტეტისთვის სამწუხაროდ. ერთია, რომ ესეთი შეურაცხყოფა მიაყენა მთავრობის თავმჯდომარემ უნივერსიტეტს და მეორე არის, რომ აკადემიურმა საბჭომ ეს შეურაცხყოფა ნორმატიულ აქტად აქცია და ეს ადამიანი ერთხმად, ერთსვლოვნად აირჩიეს რექტორის კანდიდატად. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ოცნების მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა. ცნობისთვის აკადემიურმა საბჭომ, რომელშიც 10 წევრია, მათ შორის ტიტე აროშიძის ძმა პაატა აროშიძე, ფაქტობრივად არ შეიმჩნია სტუდენტების პროტესტი. ამავე დროს უნივერსიტეტში შეიკრიბნენ სტუდენტური თვითმმართველობისა და ოცნების მხარდამჭერი ახალგაზრდები. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქართული ოცნების წარმომადგენელი ტიტე აროშიძე. იქნება თუ არა მიუკერძოებელი და უნივერსიტეტის ინტერესების გამტარებელი? იქნება ტიტე. თქვენ რატო ხართ დარწმუნებული, რომ იქნება ღირსეული? იმიტომ რომ ვიცნობ როგორც ღირსეულ ადამიანს და მაგიტომ. ქართული ოცნების ინტერესებს არ გაატარებს უნივერსიტეტში? არა, არანაირად. რატო ხართ დარწმუნებული? ერავინ ვერ ჩაერევა მის პოლიტიკაში. რა შუაშია? აქციის მონაწილეებისთვის ტიტე აროშიძის კანდიდატურა მიუღებელია მისი პარტიულობისა და შეუსაბამო აკადემიური განათლების გამო. სტუდენტების განცხადებით აროშიძის რექტორობით უნივერსიტეტი მთავარ ფუნქციას კიდევ უფრო დაშორდება და ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი გახდება. ამ კარებს მიღმა ახლა არის ცირკი, როდესაც სუსის დაწერილი პროექტი ხორციელდება 10 ადამიანის საშუალებით, რომელიც წარმოადგენენ აკადემიურ საბჭოს და არა სტუდენტებს. მათ უნდათ რომ ტიტე აროშიძის სახით მოიყვანონ ჩვენს უნივერსიტეტში პარტიული მუშაკი. მეც რომელიც პოლიტპატიმარი ვიყავი და ადმინისტრაციულ წესით სახლებს ვიხდიდი, უნივერსიტეტის პოზიცია არ გამოუყადავს და დღეს პირდაპირ ტიტე აროშიძეს ქართული ოცნების მოხელეს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ სტუდენტებზე იძახოდა, მკვლელები არიანო და ამ აქციებს მარგინალიზებას ცდილობდა ამ აქციების დღეს რექტორად გვინიშნავდა. ტიტე აროშიძეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. არის პარტიული, მმართველი პარტიის წარმომადგენელი და სწორედ ამიტომ მიაჩნია უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილს ის რექტორობისთვის შეუსაბამო კანდიდატად და მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან უნივერსიტეტზე გავლენების გაზრდისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. უნდა გაიხიოს უკან ხელისუფლება ამ შემთხვევაში და პირველ რიგში ხა მოუწოდებ აკადემიურსა ჩემ კოლეგებს უბრალოდ გამოხედონ გარეთ და ნახონ, აი ესეთი უნივერსიტეტის მიღება სურდა, არ იქნება სტაბილურობა, თუნ და გაგრძელდება პროტესტი, გაგრძელდება წინააღმდეგობა. სუდი ის არის, რომ ეს არის პარტიული პოლიტიკა. თორე პოლიტიკა როგორც დავა იმის შესახებ, რაღაც საერთო შეთანხმებას თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ეს ეხება ყველას, უკვე 18 წლის ადამიანს, რომელიც არის სტუდენტი. 11 წევრისგან შემდგარ აკადემიურ საბჭოს 2 კანდიდატ შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი. მეორე კანდიდატი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ტიტე აროშიძის არაკვალიფიციურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საბჭომ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. ტიტე აროშიძე ბრალდებებს უარყოფს. მე შევეცდები, რომ უნივერსიტეტი იყოს დაბალანსებული. ეს არის უმაღლესი საგანმანათლებლო სტრუქტურა, სადაც როგორც სტუდენტს, ისევე ლექტორს უნდა კონდეს თანაბარი პირობები განვითარების, თანაბარი პირობები სწავლის, თანაბარი პირობები მუშაობის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნებისმიერი სტუდენტის გვერდით ვიქნები, ნებისმიერი სტუდენტი იქნება უნივერსიტეტისთვის და არა მხოლოდ ჩემი მოვალეობა არის მართვა, არა მხოლოდ ჩემთვის, მთელი უნივერსიტეტისთვის იქნება მისი ინტერესი ყველა დონეზე გასათვალისწინებელი. თვითონ ტიტე აროშიძე, რომელსაც სტუდენტების ნაწილი ბულინგსა და მათი პროტესტის მარგინალიზებაში ადანაშაულებს, განაცხადა, რომ ის ყველა სტუდენტის ინტერესების დამცველი იქნება. თუმცა იქვე გარეთ შეკრებილ პროტესტის მონაწილეების ნაწილს ნაცები უწოდა.